სჭირდება ქმარსა 700,000 რეკვა დღეში. არა, ანამდენი ნერვებისა და გაქვს. ანამდენი ანგარიშებისა და მე არ ვიცი ახლა მე ჩვენ ახევარით 15 თეთრი და მე ყოს ახლა ზარის გაშვებაში მე ხوار დავრეკავ ყველგან. თვითონ დამირეკავ ხო? ვისაც უნდა ვისაც აქვია ხო? ხო და ვიცა მომენატრებას არ სუშვებ. ხო და მიჩიმებდი არ დადის. ყოველ წუთში ურეკავ. სადახარ სიყვა. ის გეტყვით სამსახურში. მე რა ხდება? ხახო თუ ღალატი უნდა ხო, აბა გაიატკეცეთ, მაინც გიღალატებთ. ახლა ძალიან გაიგებში სამსახურში თუ კოსმოსში გულაობს. ვერ გავიგი ახლა ხო? всё, კანეც დაიხჩნი კაცები, ასე თევზებით აქვს თვალები გადმოყრილი. მიეცით რა თავისუფლება რა. მიეცი შეკაი მამიტაშვილო თავისუფლება რა გუნდა? უფრო გიღალატებთ ახლა. კაი რამე მოვიგონე, უფრო გიღალატებს. ახლა მეტი საქმე არა მაქვს, ხო 7-ჯერ ურეკო დღეში, უფალო, ეგრევე წევა დამარტყავს. ხო, არც თვითონ არ დამირეკო დღეში 7-ჯერ. რა უნდა, რატომ მირეკავს? როცა ჭვიანობა ხალხო. აგერ ხვალები უფრინან კოსმოსში რაღაცა თვით, უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება. რა ჭვიანობა მეტი საქმე არა მაქვს ახლა. მიღალატებს და კარი მანჯლი, თუ და მარცხნივ, თუ და ვაფშე ფანჯი და გადავიდე, ჩემთვის სულ ერთია, ხო? ვერ გან სტრიპტიზ ბარში ქმარს ვერ გავუშვებ. რატო რა ხდება სტრიპტიზ ბარში? გარდა იმისა, რომ ქალიც გაზა ბოძებს ზრიალებს. ასე. თუ ძალიან გიდა გერაცვალე დაიგი ოთახში ბოძს და შემობზრიალდი. ახლა მე რო შემობზრიალდი, ყველა ჯვარი წერია, ჯერ ახო ვერ ჩამოვხსნიან. ვაიმე. და მე ვერცერთი ტრამატოლოგი ვერ ავაწყობს, ხო? ყველა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ზოგმა ბოძები ბზრიალო, ზოგმა სცენაზე ვითამაშო, ზოგმა სადილი ვაკეთო და ზოგმად კაცი, ზოგმად კუცი, ვისაც როგორ აუდა, ხა ჩემი საქმე არ არის. ხახო თუ ღალატი უნდა ხო, მაინც გიხალატებს. მაინც გიხალატებს, ხო? რო გეტყვის სამსახურში ვარ, რო გეტყვის იქ ვარ, რო გეტყვის გზაში ვარ, მაგ დროსაც შეიძლება ხო? აეთ, კაცი, კუში, პაში, პუში. ხო? იყოს ერთ ამბავში. ძალიან არ გაიგოთ ახლა. ცოლები არ ღალატობენ ქმრებს დავიჭერო. გითვალთვალებთ იცოდე, არ არიან ეგეთი ცოლები მე და ჩემამზემ ახლა. არა თქვათ არავინ. ხო, ვიკრავ თავს, ტყუილები არ მიყვარს. ღალატობენ. ახლა მაგათ რა უნდათ? კარი მაჟი ამ ფანჯრიდან, ხო? არ აქვს ნიშნობა ქალი უღალატებს, კაცი უღალატებს, ღალატი ხალხო არის ღალატი, მოჩა წერტილი. მძიმე ვარავითარ შემთხვევაში წერტილი. ვაფშე ჯახილი ჯობია, ჯახილის ნიშანი ჯობია, ხო? სადახარ 24/7-ზე. მერე გადასამოწმებლად თუ რაღაც ახალ ნომრებს იღებთ და ზარს უშვებთ, აბა რა ხდება, ხმები გაიგოთ და აბა მერე მესიჯებს რო წერთ, ვითომ სხვა ხართ. და თუ გაგეცნოთ, ხო, всё დაფარებულია ცხოვრება. რა არის ხალხო ეს ახლა? რა ქცევა გაგწევთ მამიტაშვილებს. ჩემი კვარი რესტორანში უჩემოდ ვერ წავა, რატო? კაბაბი გაეჭხინება ყელში თუ რა ხდება? რატო ვერ წავა მაგალითად? თუ ჟეროდ ვერ გადაიხდი, თუ რა ხდება? რატო ვერ წავა? კარგათაც წავლებ, წაჭავალ. კარგათაც დავლებ, კარგათაც ვიცეკო და მოვასახში. ხო? ასე უნდა ქნას კაცმაც. მიეცი თავისუფლება, ხალხო, მიეცი რა. მე არ ვიცი, მალადეს ამ კაცების ნერვებს, მალადეს. მაგრამ ზოგი რამდენი კაცი ესე რომ ურეკავს, ამასადარი დედა, ამასადარი ხო სახში ხარ. სახში ვარ. ხაჯი დავიყურები. რატო დავიყოს სახში, რა ხდება? რა ფაზაკლება სახლებზე თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ხალხო, ერთმანეთს მივჭეთ თავისუფლება. ნახე როგორ მოგვეწოდება. აიგებთ ეჭვის დონეზე რაღაცა, ეჭვი რო გაკდა Facebook-ზე რო დააწერთ ხოლმე. ვუყვარვარ ქმარს, მაჩუკა ქმარმა, რომ ვითომ გამოგონილი ვიღაცა ხაზე რო გაკდა, ეჭვები რო იმა წაიკითხო და გასკდეს გულზე. ვაფშე ფეხებზე კიდია იმ ხალს. თქვენი გულები, თქვენი ფიფკები და თქვენი ისა ლავსთორები. ზურგს უკანა იცინი, ძალიან უწად დაწერთ ხალხო ეგეთ რამეს რა, ძალიან გევედრებთ. სასაცილოები ხარ, ახლა მინიმუმ ხარ სასაცილოები. და მე რო დააწერთ ისა მაგალითად შორე გელა და შვილების სახელებს და საოსახელებს. ბოლოში გული. დააწერე რა ვინ ხარ რა თუ და მაგას ქმარი ბიძაშვილი და მამიტაშვილის შვილი ხო? რა ჩემი საქმეა რატო ვინერვიული ახლა ვარა. რა ვიცი.